როდესაც კანონისენით გვესაუბრებიან, მაშინ ჩნდება კითხვა, რის მიხედვით არჩევენ კომპანიებს თუ ორგანიზაციებს, ვისაც უნდა დააყადაღონ და ჯარიმა დაადონ, ან ვის აძლევენ საშუალებას, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და გარკვეული შეთანხმების შემდეგ ის დავალიანება დაფაროს. ანუ თუ კანონი უნდა იყოს განხორციელებული და კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, მაშინ კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, ხომ ასეა? მაგრამ ამ დროს, როდესაც ტელეკომპანია თრიალეთს აყადაღებდა გაცილებით მეტი დავალიანების მქონე პროსახელისუფლებო მედიას, არაფრის პრობლემას არ უქმნი მათ შორის ამ დავალიანებას პატიობ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აძლევ დროს რომ გადაიხადოს და ვერც გრძნობენ ეს კომპანიები, რომ ეს დავალიანება აქვთ და ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ ადგილობრივ რეგიონულ ტელევიზიას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად არის განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებისთვის საინფორმაციო პირველ წყარო, სოციალურ მედიაზე ყველას არ მიუწვდება მოგეხსენებათ ხელი სოფლებში განსაკუთრებით და ტელეკომპანია თრიალეთიდან იგებს ხალხი, მე ვისაც შევხვედროა ყოველ შემთხვევაში ტელევიზიას თუ ადგილობრივი თემები აინტერესებთ, უყურებენ ტელეკომპანია თრიალეთს. ამ დროს, როდესაც ამ ადამიანებს ეს საშუალება აღარ ექნებათ და ფაქტის წინაშე დგას უკვე ტელევიზია, რომ ამ საფრთხეს როგორღაც თუ არ დააღწია თავი და თუ ეს ყველაფერი არ დარეგულირდა, მაშინ უკვე მოსახლეობა ინფორმაციის გარეშე რჩება. ამ ინფორმაციაში იგულისხმება არა მხოლოდ მიმდინარე ამბები, არამედ ის ყველა შესაძლებლობა, რესურსი, სერვისი, რაც უნდა იცოდეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, ამ ყველაფერს ვეღარ გაიგებენ და ვეღარ გაიგებენ მათი სოფლის შესახებ რა პროექტები ხორციელდება, რა საჭიროებები აქვს ხალხს და პრინციპში ეს აწყობს ზუსტად ხელისუფლებას, რომ ამ ადამიანების ხმა არ ისმოდეს ადგილობრივი რეგიონული მედიის საშუალებით და ამ ხალხმა პრობლემა აღარ გამოხატოს და ვითომ ყველაფერი რიგზია ქვეყანაში, ზუსტად ამ თავისუფალი სიტყვის ჩახშობით ეს არის